ვისაუბრებ კაცების თმის წვენაზე, წინა ვიდეო მქონდა ქალებში თმის წვენაზე და ბევრმა დამიწერა, რომ აი კაცებზეც გითხარი რა უნდა ვქნათ და რატო ხდება ასე. და ამაზე ვისაუბრებ. მოკლედ კაცებში თმის წვენა ძალიან გავრცელებულია და ალბათ შეგიმჩნევათ, რომ 50 წლის ასაკისთვის კაცების უმეტესობას თმები არ აქვს, ან მნიშვნელოვნად აქვს შეთხელებული. კაცებს და ქალებს თმა განსხვავებულად ცვივათ, ეგეც შეგიმჩნევიათ ალბათ. კაცების შემთხვევაში ძირითადად გვირგვინის მიდამოში ცვივათ და თხემის მიდამოში და ესე გვერდებზე გაყოლებაზე რჩებათ. ქალებს მთლიანად უთხელდებათ თმები, თუმცა ქალებსაც შეიძლება გასცვირდეთ როგორც კაცებს. აი კაცის ტიპის თმის წვენას ანდროგენული ალოპეცია ქვია. მთელი აზრი ის არის, რომ კაცს აქვს მეტი ტესტოსტერონი, ტესტოსტერონი გარდაიქმნა დიჰიდროტესტოსტერონად, ეგ არის უფრო ძლიერი ფორმა ტესტოსტერონის და თმის ფოლიკულები, კაცის თმის ფოლიკულები განსაკუთრებით აი ეს თხემის მიდამოში გვირგვინის მხარეს და ასევე აქ კიდეებში უფრო მგრძნობიარეა ამ ტესტოსტერონის მიმართ და ნელ-ნელა ეს დიჰიდროტესტოსტერონი აპატარებს თმის ფოლიკულებს და ბოლოს აკრობს, კლავს და ამიტომაც არის რომ ნელ-ნელა უთხელდება ადამიანს თმა და ბოლოს ცვივა ბოლომდე ის ადგილები რჩებათ ხოლმე როგორც წესი რომელიც არ ცვივათ აი ეს უკან კიდეებში და გვერდებში იმიტომ რომ ეგ ადგილები უფრო რეზისტენტული ამ დიჰიდროტესტოსტერონის გამო ვინაიდან დროში ხდება ეს პროცესი ნელ-ნელა ხდება ამიტომ არის რომ წლები გრძელდება ძირითადად თმის წვენა ახალგაზრდობიდან იწყება ბიჭების რაოდენობას ნაწილს ეწყება საერთოდ თინეიჯერების ასაკიდან თმის წვენა ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს მოკლედ არ აქვს მკვეთრი შეზღუდვა თუმცა რა თქმა უნდა 30 წლიდან უფრო მკვეთრად და აქტიურად იწყება ამას ადამიანი ნელ-ნელა ეტაპობრივად ამჩნევს და ზოგადად მოკლედ თმებზე მე უფრო ადვილად შანს ხოლმე და იმიტომ არის რომ ერთბაშად ამ სიამოვნებაში ერთბაშად კი არ გასცვირდება ხოლმე ადამიანი მე როცა შეიძლება მოკლედ თმებს ერთბაშად გამოჩნდება ხოლმე რამდენად აქვს გაცვენილი თმა და ამიტომ არის ესეთი შაბეჭდება რომ იქნება რითი შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან დიდად ვერაფრით ვერ ავიცილებთ უმეტესად გენეტიკურია შესაძლებელია საუბარი იმაზე რომ გარკვეული ვიტამინები და მინერალების ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს თმის წვენას შეიძლება თუთია მაგნიუმი და კიდე სხვა მინერალები მაგრამ რო ვთქვათ რომ და ცილები აუცილებელია თმის და საერთოდ ფრჩხილების ზრდისთვის და ყველაფრისთვის კუნთებისთვის მათ შორის ამიტომ ცილები უნდა მიიღოს კაცმა განსაკუთრებით საკმაოდ რაოდენობით მით უმეტეს თუ ვარჯიშობს მაგრამ ეგ ვერც ცილები და ვერც მინერალები ვერ ააცილებს ადამიანს თმის წვენას იმიტომ რომ უმეტესად არის გენეტიკური უმეტესად დამოკიდებულია ზუსტად აი გრძნობიარე დიჰიდროტესტოსტერონის თმის ფოლიკულების მგრძნობიარობას დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ და ამიტომ ძირითადად ვერ აიცილებს თავი ქალებსაც ემართებათ ეგ სხვათა შორის მენოპაუზის მერე 50 წლის მერე 40-დან ზოგ შემთხვევაში ეწება და უთხელდებათ მნიშვნელოვნად თუმცა ქალებში უფრო თანაბარია კვებას მნიშვნელობა აქვს დიეტასაც და სტრესსაც მნიშვნელობა აქვს მოწევას აქვს მნიშვნელობა ასევე და განსაკუთრებით აი სიცხის ზედმეტი სიცხის გამოყენება თავზე და დამატებითი სტრესი რომელმაც შეიძლება თავის კალბზე ნებისმიერი სახის სტრესი რომელიც შეიძლება განიცავს ადამიანმა შეიძლება გამოიწვიოს დააჩქაროს მოკლედ გამოიწვიოს არა დააჩქაროს თმის წვენის პროცესი ახლა ვისაუბროთ მკურნალობაზე მკურნალობა რა არის მინოქსიდილი არის ესეთი პრეპარატი, რომელიც ერთ-ერთი ეფექტური პრეპარატია თმის წვენის სამკურნალოდ, კაცებშიც, ქალებშიც და რას აკეთებს? ახანგრძლივებს თმის ზრდის ფაზას ახანგრძლივებს, ასევე სისხლის მოქცევას აუმჯობესებს სკალპზე და ამიტომ თმის ფოლიკულები უკეთ იკვებებიან, შესაბამისად უმჯობესდება თმების ზრდა. უმეტესად არის ხოლმე შამპუნები, რომელიც უნდა დაიტანოს სკალპზე. სხვა ფორმით შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში აზრი არის, რომ სკალპზე უნდა დაიტანო მინოქსიდილი. დრო ჭირდება, ეფექტისთვის დრო ჭირდება დაახლოებით რამდენიმე
თვე შეიძლება გაგრძელდეს, რომ შესამჩნევი გახდეს ეს თმის წამოსრდა და ზოგჯერ 4-6 თვეც სჭირდება. Ცუდი ის არის, რომ როცა შეწყვეტავ გავა ეს ეფექტი, ანუ ეფექტი ხანგრძლივად შესაძლებელი არ არის, მნიშვნელოვანი გვერდი ეფექტები არ აქვს, მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა წაისვა ეს მინოქსიდილი, ამიტომ არაპრაქტიკულია და ყოველთვის ეფექტური არ არის, თუმცა ქალებისთვისაც, კაცებისთვისაც მიიჩნევა ეფექტურად და ამიტომ როცა სხვა გზა არ არის, მინოქსიდილი ამ დროს არის გამოსავალი. მეორე არის ფინასტერიდი, ეს ფინასტერიდი კაცებშია, ოღონდ კაცებშია ეფექტური და კაცებში გამოიყენება და არა ქალებში. ფინასტერიდი ახდენს 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბირებას და აი ამ დაზიანებას თმის ფოლიკულების ამცირებს, 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბირებით დიჰიდროტესტოსტერონს ამცირებს და მნიშვნელოვნად დაახლოებით 60-70% ამცირებს. ძალიან დიდი შემცირებაა და მოკლედ იმ კაცებისთვის, რომელსაც თხემის მიდამოში სკალპზე თმები ცვივათ და გვირგვინის მიდამოში თმები ცვივათ, მაგათთვის არის მისწრება, მოკლედ მაღალი ეფექტურობა აქვს, თუმცა შედეგისთვის 6-დან 12 თვემდე ჭირდება, ანუ დიდი დრო ჭირდება. ცუდი რა აქვს, ეხლა ეს ფინასტერიდი იქნებოდა იდეალური, რომ არა გვერდითი ეფექტები, რამდენიმე გვერდითი ეფექტი აქვს, მაგალითად ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია და სპერმის მოცულობა შეიძლება შეამციროს კაცებში და ძალიან იშვიათ გვერდითი ეფექტად აქვს კიდე გინეკომასტია, მკერდის ზრდა. ან ძალიან იშვიათია ესენი და ეს არნიშნავს რომ ვასახელებ რომ ესეთ გვერდითი ეფექტები აქვს, ეს არნიშნავს იმას რომ უსაფრთხო არ არის ეს პრეპარატი, ზოგადად ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა და ეს გვერდითი ეფექტები არის 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში როგორც წესი და ამიტომ მნიშვნელოვანი რისკი ადამიანს არ აქვს, როგორც წესი მიიჩნევა უსაფრთხოდ, მოკლედ და არამე განსაკუთრებული დიდი პრობლემთან არ არის დაკავშირებული. ხო. შედეგი აქაც არის შექცევადი, ანუ არნიშნავს რომ ეხლა რო ამოვატმა მე ისევ ასე იქნება დაანებებს თავს ისევ დაეწყება თმის ცვენა, ეგარი პრობლემა. ხო, იყო საუბარი რომ რაღაც შეიძლება პროსტატის სიმსივნის რისკი გაზარდოს უმცირეთი, ზოგი პირიქით ამბობს რომ შეიძლება შეამციროს პროსტატის კიბოს რისკი, რადგან ეს დიჰიდროტესტოსტერონი პროსტატის კიბოს ზრდისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მისი დათრგუნვა არის ხოლმე მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ ისიც არის რომ საუბარი რო არის რომ რამდენიმე შემთხვევა აღწერილ რომ შეიძლება აი აგრესიული პროსტატის კიბოს რისკი გაზარდოს, მაგრამ ეგ კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ რომ პროსტატას გაზრდის საშუალებას არ აძლევს, იქ უფრო ადვილი შესამჩნევია ის პატარა აგრესიული სიმსივნე, რომელსაც ისე ვერ შეამჩნევდნენ და მოკლედ კამათი მიდის ძალიან მცირე დოზით შეუძლია თუ არა პროსტატის სიმსივნის რისკი გაზრდა, თუმცა ამ ეტაპზე სამეცნიერო საზოგადოება იქამდე ამისული რომ სიმსივნის რისკს არ ზრდის ფინასტერიდი და არის უსაფრთხო. დუტასტერიდია შემდეგი პრეპარატი, დუტასტერიდი მოკლედ ფინასტერიდზე უფრო ძლიერია, იგივე მექანიზმია, 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორია ესეც და დუტასტერიდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ფინასტერიდი არაეფექტურია. FDA-ის მიერ არის აღიარებული და გვერდითი ეფექტები იგივენარია, რაც ფინასტერიდს, მაგრამ უფრო შედარებით მეტი რისკები აქვს. და უფრო ძლიერადაც თრგუნავს დიჰიდროტესტოსტერონს. სპირონოლაქტონი არის შემდეგი პრეპარატი, ოღონდ ეს სპირონოლაქტონი არ გამოიყენება კაცებში, გამოიყენება ქალებში. ქალებს, რომელსაც აქვთ მაღალი ტესტოსტერონი და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ამ ქალებში გამოიყენება სპირონოლაქტონი, რომელიც არის ანდროგენების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანტიანდროგენული მოქმედება აქვს, მოკლედ და კაცის ჰორმონებს თრგუნავს და აი ამ თმის შეთხელებასაც აუმჯობესებს ქალებში, კაცებში კიდევ ერთხელ არ გამოიყენება, იმიტომ რომ მკერდის გადიდებას იწვევს და კაცებს ეს როგორც წესი არ გვინდა. შესაბამისად კაცებში არ გამოიყენება. ხო, და ქალების შემთხვევაში შეიძლება ჰიპერკალემია გამოიწვევს ქალების კაცებისაც, მაგრამ ეს ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს ადამიანი, თუმცა ზოგადად მიიჩნევა უსაფრთხოდ, თუმცა მონიტორინგი ჭირდება, როცა ამას იღებს ადამიანი.
შემდეგ უკვე მეორე რიგის მკურნალობა თუ მე მარუშელა რაც ვქვით, გამოიყენება დაბალი დონის ლაზერული თერაპია, რომელიც ზოგადად ზვირიღებს, ლაზერული სხივები გამოიყენება იმისთვის, რომ თმის სტიმულირება მოხდეს. მსუბუქი თმის ცვენის დროს არის უფრო ეფექტური და მუდმივი ლაზერი ჭირდება და მოკლედ არ არის და შედეგიც არ არის გარანტირებული. ამიტომ არის რომ მოკლედ არ მიიჩნევა რაღაც განსაკუთრებული მკურნალობა, თუმცა უსაფრთხოა და შესაბამისად ერთ-ერთი ოპცია არის მკურნალობების, მაგრამ არა საუკეთესო. და თმის გადანერგვის დროს რა ხდება, რომ ესე იმ ადგილებიდან იღებენ თმის ფოლიკულებს, რომელიც მაგალითად უკან რო აკადემიას თმები აქედან იღებენ თმის ფოლიკულებს და ნერგავენ წინ, სადაც იმ ადგილებიდან, სადაც თმის ფოლიკულები არ არის მგრძნობიარე დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ, იღებენ თმის ფოლიკულებს და ნერგავენ აქეთ. და თმა იზრდება და პრობლემა არ არის, ეგ კარგი საშუალებაა უბრალოდ ძვირი ღირს. და თან ადამიანს უნდა ქონდეს საკმარისი რაოდენობით თმები უკან იმისთვის რომ აიღო აქედან თმები და წინ გადმოუნერგო, თუმცა ადამიანის უმეტესობას აქვს ამის საშუალება, რაც კარგია, ამიტომ არის რომ თმის გადანერგვა ასეთი ეფექტურია, თუმცა ქირურგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს. ერთ-ერთი მკურნალობა კიდე არის თრომბოციტების მდიდარი პლაზმის გადასხმა და ანუ პლაზმის ინიექციები ხდება უпростоრად ინიექციების კალთში და დამატებითი მკურნალობაა რა, სისხლით მოქცევა საუმჯობესებს და რამე განსაკუთრებული არ არის, საკამათოა, მაგრამ ეხმარება და კიდევ გვაქვს ერთი სოუპალმეტო, ესე ქვია, საკვები დანამატია, რომელიც დაახლოებით აი ის თუ 60-70% ამცირებს 5-ალფა რედუქტაზას, სოუპალმეტო ამცირებს 30-50%-ით. და ეგ ანუ დიჰიდროტესტოსტერონის ინჰიბიტორია ეგეც და თმას ზრდაში ეხმარება, ამიტომ საკვები დანამატია, რომელიც ერთ-ერთი უსაფრთხო მიიჩნევა მოკლედ და ისეთი ეფექტური არ არის, ანუ 83%-იანი ეფექტურობა აქვს მაგალითად ფინასტერის და სოუპალმეტოს ბევრად დაბალი აქვს, მაგრამ მაინც მსუბუქი თმის ცვენის დროს გამოიყენება, მაგ შემთხვევაში დაახლოებით 6 თვე ჭირდება იმისთვის, რომ ეფექტი შენიშნოს ადამიანმა. მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს, თუმცა შეიძლება ქონდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორც ფინასტერის, მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვანი არ აქვს. ხო, ფინასტერის კიდე ერთი ცუდი გვერდითი ეფექტი რა აქვს აქ, რაც ძალიან იშვიათია და ძალიან საკამათოა, მაგრამ თუ მოხდა, მოკლედ მაინც უნდა იყოს ინფორმირებული კაცი, რომ შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული სქესობრივი დისფუნქცია, ანუ ერექციის დისფუნქცია სამუდამოდ. მაგრამ აი საკამათოა, იმიტომ რომ არ დგინდება, რომ ეს ფინასტერიდი იწვევს ამას თუ უბრალოდ ამ ადამიანს ისეც დაემართებოდა ეს და მიუხედავად იმისა ფინასტერის მიიღებდა თუ არა. ანუ ზუსტი კავშირის დადგენა შეუძლებელია, თუმცა შეიძლება განიხილებოდეს, რომ შეიძლება ეს არის ფინასტერიდის ბრალი. ხო, რამე მნიშვნელოვანი სოუპალმეტოს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს ისეთი, თუმცა შეიძლება რომ ლიბიდოს ცვლილება და მკერდში სიმაგრის შეგრძნება ეს გამოიწვევს, თუმცა ეგეც არა, უმეტესად მიიჩნევა რომ არა და მიიჩნევა რომ უმეტესად არის უსაფრთხო, რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი არ აქვს. კიდე არის ხომ საუბარი კეტოკონაზოლზე, კეტოკონაზოლის შამპონზე, ეს კეტოკონაზოლის შამპონი 2%-იანი, რომ რამდენიმე წუთი გაიჩეროს ადამიანმა თავზე მე ჩამოიბანოს, არის რაღაც კვლევები, რომლის მიხედვითაც ეხმარება თმას აღდგენაში, მაგრამ სუსტია ძალიან კორელაცია, გამოიყენება ხოლმე მინოქსიდილთან ერთად, მინოქსიდილის შამპუნებთან ერთად და მოკლედ ერთად უფრო ეფექტურია, იმიტომ რომ სუსტი ანტიანდროგენული მოქმედება აქვს კეტოკონაზოლთან, თუმცა არის ბევრად უფრო სუსტი ვიდრე ფინასტერიდი მაგალითად, ამიტომ როგორც დამხმარე საშუალება გამოიყენება, კეტოკონაზოლი უსაფრთხოა, არაფერი ისეთი პრობლემა არ აქვს, 1%-იანი და 2%-იანი მიიყიდება, 2%-იანი უფრო ეფექტურია. და კიდევ ერთი არის ისა გოგრის თესლის ზეთი, რომელიც შეიცავს ფიტოსტეროლებს და აქვს DHT-ის საწინააღმდეგო მოქმედება, ანუ ანდროგენის საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს თმის ზრდას. თუმცა ესეც სუსტია, თუმცა არის კვლევები, რომლის მიხედვითაც მაგალითად 6 თვეში ადამიანები, რომლებიც 500 მგ
გოგლის Tesla-ის Z-ს იღებდნენ დაახლოებით 40%-ით 40%-ს გაუმჯობესდა შეუჩერდა და გაუმჯობესდა თმის ამოსვლა შესაბამისად სუსტია მაგრამ მაინც კარგია იმის გათვალისწინებით რომ გვერდითი ეფექტები პრაქტიკულად არ აქვს თუ რაღაც საწვისმომნელებელი სისტემის მხრივ რამე არ გაუღიზიან ადამიანმა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს ანუ გოგლის Tesla-ის Z-ი ერთ-ერთი კიდე კაი ვარიანტია ნუ Soul Palmetto კიდე უფრო სერიოზულად მიიჩნევა მოკლედ რომელიც ტაბლეტების სახით მიიღება ან კაფსულების სახით 320 მგ დღის განმავლობაში ეგეც უმეტესად ხანგრძლივად რა თქმა უნდა და თვეებია საჭირო იმისთვის რომ ადამიანმა ნახოს შედეგი ხო და მაინც კლასიკა არის ფინასტერიდი, ყველაზე ძლიერი არის ფინასტერიდი, მინოქსიდილი არაუშავრა, მინოქსიდილთან ერთად კეტოკონაზოლიც შეიძლება, როგორც დამხმარე საშუალებები, Soul Palmetto და გოგლის Tesla-ის Z-ი არის კარგი აზრი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.